გამარჯობა, სუგობარი, ესე თქვენთან არის. და ვიდრე გადავალ საქმეზე და ვიდრე ვიტყვი სად ვარ, დავიწყებ იმით როგორ მოვხვდი აქ. ერთი ახლობელი მყავს, რომელსაც ორი ძაღლი ყავს, მათ შორის ერთ-ერთი იყო აბსოლუტურად დავრდომილი. ფაქტიურად ვერ დადიოდა და ამასთანავ ნახე მშვენივრად მოძრაობს ძაღლი, არჩეულებრივ ფორმაშია, მიუხედავად იმისა, რომ ასაკშია. გამოვიკითხე როგორ და მითხრეს, რომ კლინიკა ბონამენტეში აკუპუნქტურის მეშვეობით დაუყენებიათ ფეხზე. და დავინტერესდი რა არის აკუპუნქტურა, აქაც უნდა გამოვტყდე. ძალიან ყურმოყრით ვიცი რაც არის, მაგრამ ყურმოყრით ცოდნას ჯობია რომ წახვიდე და შენ თვითონ შეამოწმო. ამიტომ მოვედი ბონამენტეში და მთავარ ექიმთან, ზურაბ მამედოვთან ვაპირებ ახლა საუბარს და შევეცდები რომ რადგანაც დამოკიდებულება აკუპუნქტურით არატრადიციული მეთოდების მიმართ ხალხში მაინც სკეპტიკურია, ამიტომ ნება მომეცით, მეც უფრო სკეპტიკურ პოზიციას დავიკავებ, რომ საუბარი უფრო საინტერესო გამოვიდეს. რა თქმა უნდა. მოდი ჯერ სახელის განმარტებით ვთქვი ბონამენტე რას ნიშნავს. ლათინურიდან რო გადავთარგმნოთ, ნიშნავს კეთილის სურვილებით და ყველაზე, გაგიმარჯოსავით. როგორც იტალიურად. გასაგები. კარგი, ეხლა გადავიდეთ თვითონ საქმეზე. რა არის მოდი ვიდრე გადავალ როგორ მოქმედებს, როგორ მუშაობს, რაზე ხდება რეაქცია და ასე შემდეგ, უბრალოდ რა ტიპის მკურნალობის მეთოდია ეს აკუპუნქტურა? პირველ რიგში უნდა აუცილებლად მოვახსენოთ, რომ ეს 5000 წლის მეთოდია, დაბადებულია ჩინეთში და ძალიან წარმატებით მკურნალობენ ჩინელი ექიმები. ჩვენ ვაღიზიანებთ წერტილებს და მერიდიანებს, რომელიც არის ყველა ორგანიზმში, ცოცხალ ორგანიზმში ბრძოლისკენ. ჩინელები პირიქით ამბობენ, რომ ეს არის ტრადიციული მეთოდი და ტაბლეტების დალევა არის არატრადიციული. 5000 წელი აკეთებენ, ცხადია ეგრეა. რა თქმა უნდა, ეგრეა და ჩვენ კიდე ევროპელი ხალხი მაინც ფიქრობთ, რომ უფრო ტრადიციული არის ტაბლეტი ჩვენთვის ყველაზე მისაღები და აკუპუნქტურა არის არატრადიციული. ნახეთ რაშია განსხვავება. ეს გაღიზიანება, ჯერ მინდა რომ ტექნიკურად თქვა. ეს გაღიზიანება ხდება ნემსების მეშვეობით, ხო? მაგას არ აქვს მნიშვნელობა. აკუპუნქტურას, რა თქმა უნდა, არის ნემსებით, მაგრამ არის პრესოპუნქტურა, არის ელექტროპუნქტურა. რა მეთოდით გავაღიზიანებთ ამ წერტილს, ეს უკვე ტექნიკური მომენტია. გასაგები. ძირი მაინც ერთია. ჩვენ ვაღიზიანებთ წერტილს იმისთვის, რომ დავიწყოთ ბრძოლა პრობლემის წინააღმდეგ. 5000 წელი ჩინელები ძაღლებს რომ არ უკეთებდნენ აკუპუნქტურას, ამაში დარწმუნებული ვარ შემოწმების გარეშე. უფრო ჭამობ. და როდის დაიწყო ცხოველებზე ამ მეთოდის გამოყენება? ჩვენი სკოლა, რომელიც სკოლაშიც მე ვარ მასწავლე, ეს განიხილეს პირველად და დაფიქრდნენ მაგაზე სადღაც 1972 წელს. ეს არის ჩემი მასწავლებელი, ღმერთმა დიდი საჩუქარი გამიკეთა, რომ გამაცნო ეს ადამიანი, პროფესორი კაზეევი, ვისთანაც ვისწავლე მე ეს ყველაფერი და მაგან პირველად მაგი დაფიქრდა, იმიტომ რომ ეს როგორც ესეთი არც სწავლა და არც სკოლა ჩვენი საბჭოთა კავშირის ფარგლებში და ევროპის ქვეყნებშიც არ არსებობდა. აკუპუნქტურა როგორც ეს სკოლა აღიარებს ტრადიციულ მეთოდებსაც და უშუალოდ თქვენ როგორ აი ამ კლინიკაში როგორ მკურნალობთ? ესეც გაქვთ და ჩვენ ტაბლეტები რაც ვახსენეთ, ამასაც იყენებთ თუ მხოლოდ ამ მიმართულებით? მე მასწავლე ვარ თბილისში, ჩვენ ზოოვეთში. ეგრე ყოფილ ზოოვეთში, ახლა აღარ არის. ეს უნივერსიტეტი არის უკვე გაერთიანებული სასოფლოსთან. რა თქმა უნდა, განათლება მაქვს კლასიკური, რომელიც არის აკადემიურის, როგორც ვეძახით, მაგრამ ნახეთ რა ხდება. ყველა პროფესიას აქვს ესეთი მომენტი კრიზისი, ჟანრის კრიზისი. და ბევრი დაავადებასთან რო ხვდები ექიმი, ხედავ რომ შენ გაჩერდი და უკვე განვითარებაც არ აქვს და არის დიდი სია დაავადებების, რომელიც ითვლება უმკურნალ. გასაგები. და რომელზეც უნდა ჩაიქნიო ხელი და ასწავლო პაციენტს როგორ იცხოვროს ამ დაავადებასთან ერთად. მაგრამ აკუპუნქტურამ აი ეს ზღვარი ძალიან გამიზარდა.
მე ვიცი რომ ბევრი გადადებული ეგრეთ წოდებული პაციენტისთვის შველა შემიძლია. რა თქმა უნდა, მე ხსნი პაციენტის უფრო, რა თქმა უნდა, პატრონს, რომ მე თუ ცოდნა მყოფნის, მე ვეცდები რომ არც ერთი ტაბლეტი არ მოგცეთ. მაგრამ თუ მე აი ამ დაავადებაში და ამ პრობლემაში არ შემიძლია დაგეხმაროთ აკუპუნქტურით, მაშინ ვიხმარ ტაბლეტს, როგორც ხმარობს უყალ. გასაგებია. ეხლა გადავიდეთ უკვე მკურნალობის ნაწილზე. როგორია დიაპაზონი აი იმ დაავადებების, რასაც შველის აკუპუნქტურა, რასაც მკურნალობთ აკუპუნქტურით. ნახეთ, რასაც ჩვენ მკურნალობთ და დიაპაზონი არის ძალიან დიდი განსხვავება რატო? ეხლა წარმოიდგინეთ, როცა ჩვენ პარალიზებულ ცხოველზე ვამბობთ, რომელსაც გამოუწერეს MRI 1000 ლარიანი, რომელიც არ არსებობს საქართველოში ცხოველებისთვის. მაშინ 1000 ლარი რა ღირს? ჩუმად გაკეთებული სადღაც MRI, რომელიც ადამიანების კლინიკაში, რა თქმა უნდა, რომელიც ვერ იქნება იმ ხარისხის, რომელიც უნდა იყოს ვეტერინარული. აი ესეთი ხერხემალ დაზიანებული ივლის იწვალებს. იმიტომ ჩვენც ვითარდებით მაგ სფეროში. ეხლა წარმოიდგინეთ, ალერგიის გულისთვის, რომელიც ჩვენივად იმკურნება აკუპუნქტურით. ან ტკივილების გულისთვის, რომელიც ჩვენივად იმკურნება აკუპუნქტურით, ეპილეფსიით, რომელიც ჩვენივად იმკურნება აკუპუნქტურით. იშვიათად მოვა პაციენტი, რატო? უფრო ადვილია მისცეს ტაბლეტი, მოხსნას ალერგიის სიმპტომები, უფრო ადვილია მისცეს გამაყუჩებელი, მოხსნას ტკივილი, უფრო ადვილია მისცეს ეპილეფსიის წაწინააღმდეგო პრეპარატი და მოხსნას ეს შეტევა, ვიდრე 10 სეანსი იაროს მკურნალობაზე. იმიტომ მოთხოვნადი არის უფრო ჩვენ სფეროში და ჩვენთან კლინიკაში დაზიანებები, რომელიც არის დაკავშირებული სახსრები, ხერხემალი, ქრონიკული დაავადებები, რომელიც მე ჩამოვთვალე, რომელიც უკვე წამალს არ ექვემდებარება. მაგალითად, ეპილეფსიაზე მაქვს ჩაწერილი საკმაოდ ვრცელი და ძალიან საინტერესო გადაცემა. იქ ვლაპარაკობთ მართვაზე, იქ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს სავარაუდოდ არ იკურნება როგორც ასეთი, რომ განიკურნოს და სამუდამოდ გაქრეს, მაგრამ თუ ჩვენ მივხედავთ, თუ მართავთ, ამისი რაღაცნაირად უფრო კალაპოტში მოქცევა შესაძლებელია. რა შეუძლია დაუშვათ აქ გააკეთოს აკუპუნქტურას? იგივე ფუნქციას ასრულებს თუ რამე უფრო შორს შეუძლია წავიდეს? ძირითადი, რა თქმა უნდა, კი. ეპილეფსიას არის ორი ტიპის. არის გენეტიკური, რომელიც ჩვენ პაციენტებში გამოჟღავდება ყოველთვის 2 წლამდე და ხშირად არის ეპილეპტიური შეტევები, რომელიც არ არის ეპილეფსია, რომელიც უკვე არის სხვა პრობლემებთან დაკავშირებული დაზიანება თავის ტვინის, რომელიც იწვევს ეპილეპტიურ შეტევას. აი ამ მეორე სფეროზე არაგენეტიკურზე მკურნალობთ შვენივრად. იმიტომ რომ ჩვენ ვალაგებთ, უფრო სწორედ ვეხმარებით ორგანიზმს, რომ ორგანიზმმა დაალაგოს ყველაფერი ადგილზე და მიზეზი ეპილეპტიური შეტევის აღარ იყოს. მაგრამ გენეტიკურთან რა თქმა უნდა, მანდ მარტო შეგვიძლია მართვა. ეხლა გადავიდეთ იმაზე, რაც თქვენ თქვით, როგორ მუშაობს ეს მეთოდი. მექანიკა. ხო, ესე იგი ჩვენ ვააქტიურებთ გარკვეულ წერტილებს, რომლებიც შემდეგ ბრძოლის უნარიანობას უმატებენ ორგანიზმს. ესე იგი ჩვენ ვიცით რა კონკრეტული წერტილები, რომლებიც კონკრეტული მიმართულებით მუშაობენ. ხო, ასეა? აი იქნებ ცოტა აგვიხსნათ აქ. შემიძლია მარტივიანით აგიხსნათ. ძალიან კარგი იქნება. აი წარმოიდგინეთ დიდი სიმფონიური ორკესტრი. ძალიან კარგად წარმოვიდგინე. და აყავს, რა თქმა უნდა, დირიჟორი, რომლის გარეშე ყველა იდეალური სპეციალისტი, თვითონ მუსიკოსი, ვითომ ცალკე შეუძლია დაკვრა, მაგრამ მაინც სჭირდება დირიჟორი, რომელიც მაგას ყველაფერს გაერთიანებს ერთ ნაწარმოებში. გაგვიხდა ავად პიანისტი და თავის პარტიას ვერ უკრავს ნორმალურად. ჩვენ გვაქვს ორი გამოსავალი. ერთი, გავაგდოთ ეს პიანისტი და მაგის მაგივრად დავაყენოთ მაგნიტოფონი. ჩავწეროთ მაგისი პარტია და მაგის პარტიაც დაუკრავს მაგნიტოფონი. მეორე ვარიანტი გვაქვს. გავიყვანოთ სხვა ოთახში, დავილაპარაკოთ. ზოგს გაუჯავრდეთ, ზოგს ხელფასი მოუმატოთ, ეს უკვე გააჩნია რა მეთოდით მუშაობთ, ხო? და დავაკვრევინოთ ნორმალურად. გამოვაჯანსაღოთ და დავაკვრევინოთ. იმიტომ რომ ჩემი გამოცდილება იქ იმის ამბობს, რომ
წლების განმავლობაში ესეთი მუსიკანტები ამ ორკესტრში სულ მეტი და მეტი ხდება ავად. და ყველას მაგივრად მაგნიტოფონები რო დავაყენოთ, ორკესტრი აღარ გვექნებოდა. დი ბატონო. აი ამ დირიჟორის ფუნქციებს ვასრულებთ ექიმი, რომელიც მუშაობს აკუპუნქტურით. აქცენტები გადაგვაქვს. ამის პარტია ეხლა არის, დავეხმაროთ, ეხლა დაუკრას ეს პარტია, მერე ამის პარტია მოდის, ამას დავეხმაროთ და ისევ ავამუშავოთ ეს ორკესტრი როგორც ერთი ორგანიზმი. ორგანიზმში, ყველა ორგანიზმში მიდის მერიდიანი და მერიდიანებზე არის წერტილები. მაგრამ არის კიდე წერტილები, რომელშიც აერთიანდება ბევრი მერიდიანი. ხაბივით რაღაც. ხაბივით. აი წარმოიდგინეთ, როცა მაგ მოხდა საცობი. და ეს მატარებლები ამ ლიანდაგებზე არ უშვებენ ერთმანეთს. ჩვენ ჩავდივართ ვერევით მაგ პროცესში, ვანაწილებთ როგორც დისპეჩერები ამათ მოძრაობას და ეს მოძრაობა ისევ ახლიდან მუშაობს. იცით რა შეკითხვა გამიჩნდა. რა არის შემთხვევები, ალბათ იქნება, ვფიქრობ, როდესაც უკვე თქვენც ხვდებით რომ არ აქვს აზრი ჩარევას, რაღაცა ზღვარს არის გადასული. აი ეს როგორი ზღვარია თქვენთვის? ნახეთ რაშია საქმე. რა თქმა უნდა არის მეთოდი, რომელიც გურნალობს ყველაფერს, მედიცინაში არ არსებობს. მაგრამ რაც უფრო მეტი მეთოდი გიკავია ხელში, უფრო მეტ პაციენტს შეგიძლია დაეხმარა. იმიტომ რომ ყოველთვის გვაქვს საშუალება შეცვალო ინსტრუმენტი, მიზანი მაინც ერთია პაციენტის გამოჯანმრთელება. იმიტომ რომ ჩვენ MRI არა გვაქვს ცხოველებისთვის, სამწუხაროდ ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ესე. ვაკეთებთ რამდენიმე სეანს, არა 4-ზე, არა მეც და ამ 4 სეანსის პასუხით, ორგანიზმის პასუხით უკვე გვესმის აზრი აქვს თუ არა, იმიტომ რომ ვიმეორებ, მე არა მაქვს საშუალება შევხედო MRI-ს და დავინახო რამდენი მილიმეტრად არის დაზიანებული დაუშვათ ზურგის ტვინი. ეს ერთი. მეორე, იცით რა პრინციპით ვცხოვრობ? ჩვენ ამის წინ 9 წლის ფრანგული ბულდოგი, რომელიც 8 წელიწადი ამ ცხრიდან არ დადიოდა, დავაყენეთ ფეხზე. თქვენ ახლა თეორიულად რო გადახედოთ ყველაფერს და დაელაპარაკოთ ყველა აკადემიურ ექიმს, გინდ ვეტერინარიაში, გვინდა გუმანიტარულში, იტყვიან ეს შეუძლებელი. მაგრამ ძაღლი დადგა. ჩემის აზრით, შეგვიძლია ვსინჯოთ. ეს ყოველთვის უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე MRI, ვიდრე ოპერაციები 4-5,000 ლარიანები. ეს უფრო ის მეთოდია, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ იქაც, სადაც იმედი თითქმის გამოწორულია. როგორც მე ვხვდები, მეტად მოგმართავენ სწორედ აი ხერხემლის და უძრავობის გამო, ხო? იმიტომ რომ ალტერნატივა არის. ჩემთვისაც ალბათ უფრო იოლი იქნება გამოყვეთ ამ საუბარში თუ ამაზე კონცენტრირდებით. აი მოვიდა ცხოველი, თქვენ არ გაქვთ შემოწმების საშუალება, იმიტომ რომ MRI არ არის, დაიწყეთ, გააკეთეთ რამდენიმე სეანსი, 4-ზე მეტი არა, როგორც თქვენ ამბობთ, რა ნიშანი უნდა დაინახოთ, რომ გაგრძელება ღირდეს? ის ცვლილებები, რომელიც არის ჩემთვის და უფრო პატრონისთვის. აი ამას ვკითხულობ, პატრონთან ერთად. ისე იგი, მე აი თქვენი აუდიტორიიდან მივმართავ კიდევ ერთხელ თხოვნით. თქვენ თუ არ გინდათ მონაწილეობა და ჩარევა გურნალობის პროცესში, ნუ მოხვალთ ბონამენტაში. იმიტომ რომ მე პატრონი მჭირდება როგორც ნაპარნიკი. როგორც ჩემთან ერთად მებრძოლი ადამიანი. თუ უნდათ რომ გასაღები გადმოგცენ როგორც მანქანის გამირემონტე ექიმო და მე ერთ კვირაში მოვალ, ჩვენ მესეც ხალხთან არ მუშაობთ. იმიტომ რომ მე ძალიან მჭირდება უკუ ინფორმაცია. დაუშვათ ერთი მაგალითი ვერ შარტავს. მარტო დახმარებით ან მარტო კატეტერით. იმიტომ რომ მოწყვეტილი აქვს უკანა წელი. ჩვენ ვიწყებთ გურნალობას და ერთხელ თუ ორჯერ, 2 კვირის განმავლობაში ძაღლმა ანკატა მოშარდა. არის ეს დადებითი სიმპტომი? რა თქმა უნდა არის. საერთოდ თუ ვერ ჩარდავდა? ხო. იგივეა ფეხებში. დაუშვათ, აი ამ 4 სეანსში პატრონი ამბობს, კუდის ქიცინი არ ქონდა, ეხლა მიქიცინებს. კი ვერ დგება, ვერ დადის, იმიტომ რომ ზოგი ამბობს, ექიმო, მაინც ხო ვერ დადის. კი, ვერ ივლის 4 სეანსში, მაგრამ ჩვენ ხო ვხედავთ, რომ ორგანიზმმა მიპასუხა. რამდენია ხოლმე აი სტანდარტულად ის რაოდენობა სეანსების,
რომელიც შესამჩნევ შედეგს იძლევა. ნახეთ და რამდენია მაგალითად მაქსიმალური რაც შეიძლება. ნახეთ როგორ ვაკეთებთ. ჯერ ერთი იქიდან დავიწყოთ, რომ 10-დან 8 პაციენტს ჩვენ ვახენებთ ფეხზე. ხერხემალ მოტეხილთან ჩათვლით. მოტეხილი გადაწეული ხერხემალი ადგილიდან მაინც ხშირად დგება ფეხზე. მეორე რაზეც შეკითხვა დამისვით, ხო? იცით რა შეა საქმე? კლასიკურად არის 10 სეანსი. მეც ჩვენ არ ვაკეთებთ. იმიტომ რომ დამიჯერეთ 10 სეანსში ჩვენ ისეთ კაი შედეგს მივიღებთ, მაგრამ ეს ხო გაიწელება 10 კვირით. კვირაში ერთია? ნახეთ როგორ ხდება. თუ ახალი მომხდარია პრობლემა, დაუშვათ ახალი ტრავმა, ან ტკივილები დაეწყო 1 კვირის წინ, მაშინ ჩვენ უფრო ხშირად ვიბარებთ, იმიტომ რომ 3-4 სეანსი გვაძლევს დადებით დინამიკას. ჩვენ ვცდილობთ რომ 3-4 გავაკეთოთ უფრო ჩქარა, იმისთვის რომ დისკომფორტი და ტკივილები მოუხსნათ პაციენტს. და მე წყნარად დანარჩენ 6 დარჩენილს და 7 სეანს ვაკეთებთ კვირაში ერთხელ. იმიტომ რომ რამდენჯერაც ვიჩქარე, რომ ყოველ დღე ვაკეთებდი, შედეგს მაინც ვხედავ 2-3 კვირაში. კიდე ეს მომენტი, რომ აი ეს 3-4 კვირა პაციენტმა უნდა მოითმიოს. იმიტომ რომ ჩვენი მკურნალობის დროს ძლიერი ქიმიური პრეპარატების მიღება აკრძალულია. ჩვენ უყვირი ვართ ორგანიზმის პრობლემაზე, პრეპარატი გამაყუჩებელი როგორც წესი უმალავს პრობლემას ორგანიზმში. ახლა მინდა გითხოთ ჩვენი სპონსორის Nutrimax Spets-ის შეკითხვა, რომელიც ასე ჟღერს. როგორ მოქმედებს აკუპუნქტურა ძაღლის ხასიათსა და მაგალითად აგრესიაზე? თუ აქვს ამას გავლენა ხასიათის დამშვიდებაზე, ტემპერამენტის უფრო ასე ვთქვათ გასწორებაზე, თუ მოქმედებს? ალავერდი ისევე მოქმედებს როგორც კაიკვება. თუ ხასიათი აქვს ავი, ჩვენ ვერც კვებით და ვერც აკუპუნქტურით მაგას ვერ შევცვლით. თუ მაგას აგრესია აქვს, იმიტომ რომ რაღაცა აწუხებს, ან ვერ გძნობს თავის თავს კარგად, იმ სივრცეში, სადაც ეს პაციენტი ჩვენი არის, მაგაში დავეხმარებით. მაგრამ თუ გენეტიკურად ძაღლი აგრესიულია, რაც უკეთესად გვებავთ, ან უკეთესად ვკურნალობთ, ეს აგრესია მარტო მოემატა. თქვენ თქვით, რომ ჩვენ რაღაცა წერტილს ვააქტიურებთ, რომ სადღაც სხვაგან არსებულ პრობლემას შეებრძოლოს ეს ორგანიზმი. ახლა მაინტერესებს ესეთი რაღაცა. ჩვენ არ გვაქვს სურათი, იმიტომ რომ MRI არ გვაქვს, ხო? ჩვენ საიდან ვიგებთ, რომელი წერტილი უნდა გავააქტიუროთ, რომ კონკრეტულ ადგილს შეებრძოლოს? შეიძლება რაღაც სისულელეს ვკითხულობ, არ ვიცი. არა, ის სისულელე, მაგრამ ჩვეულებრივი ლაპარაკი ადამიანურად ლოგიკური. ნახეთ რა საგიხსნით. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოკვლევის საშუალებით, რენტგენების საშუალებით, MRI-ის გარდა, ხო, კიდე ბევრი რაღაცა საშუალებებია გამოკვლევის, ეხოსკოპიის. ჩვენ ვიცით, როგორც წესი, ლოკალიზაცია და რა პრობლემაა. დაუშვათ თიაქარს, ჩვენ მოტეხილობას ყოველთვის გავარჩევთ. მაგრამ და რა ადგილას არის, იმასაც ვხედავთ, იმიტომ რომ გინდა პალპაციით და გინდა საერთოდ მოქცევი და სიარულით, ჩვენ ვხედავთ რა ადგილას არის პრობლემა. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია დაწვრილებით MRI-ის გარშე ზომების და დაზიანების სიმძიმეს ანალიზი. დანარჩენი ისედაც შეგვიძლია, ახლა ამ ხელა გამოცდილება კი გვაქვს. ჩვენ ვავაქტიურებთ იმ სარემონტო ჯგუფებს, რომელიც გვჭირდება ამ პრობლემის მკურნალობის დროს. იმიტომ ჩვენ ვიცით, დაუშვათ, რომ მარცხენა ფეხი მუშაობს მარჯვენა ტვინის მარჯვენა მხარიდან და პირიქით. ჩვენ ვიცით, ჩვენ არა. ხო, და პირიქით. ჩვენ ვიცით, რომ ეს წერტილი აღიზიანებს დაუშვათ ამ ცენტრს. ეს ცენტრი მერე მისცემს ბრძანებას, რომელიც აძლევს უკვე საშუალებას, რომ ეს რემონტის პროცესი დაიწყოს. სწორედ გამიგეთ, ეს არ არის ადვილი პროცესი. ამის სწავლა უფრო ძნელია, ვიდრე ფიზიოლოგიის სწავლა და ვიდრე ფარმაკოლოგიის სწავლა, იმიტომ რომ მან ყველაფერი გასაგებია, რომ თუ გაქვს სპაზმი კუჭნაწლავის, უნდა დალიო ნოშფას მაგვარი პრეპარატი და მოიხსნა სპაზმი. აქ პირიქით არის. ჩვენ არ ვხსნით იმ პრობლემას, ჩვენ მოქმედებთ პრობლემის მიზეზზე. ჩვენ ვეძებთ რატოა სპაზმი. სპაზმს კი არ ვხსნით, ჩვენ ვეძებთ რატოა სპაზმი, რომ იმაზე ვიმოქმედოთ მიზეზს.
მე ხო დაგკვირდით რომ სკეპტიკურ პოზიციას დავიჭერდი. მიჩნდება შეკითხები, მაგრამ ისიც არ მინდა ძალიან გრძელი გამომივიდეს გადაცემა, იმიტომ რომ მე მაყურებელს ყურადღება ეფანტება. მაგრამ ამას მაინც კითხავთ. ჯერ ერთი შეიძლება ვიღაცას გაუჩნდეს შეკითხვა, ხომ არ არის ეს ტკივილის მოხსნა იქნება თუ რაღაცა დროებითი და ხომ არ მოხდება რაღაცა პერიოდის გავლის მერე, როდესაც ეს თქვენი გააქტიურებული ზონები პასიური გახდება, ისევ ხომ არ დაუბრუნდება ტკივილი და ნახეთ, ორ მაგალითს მოგიყვანთ. ერთი, როცა ჩვენ გურნალობთ დაუშვათ, რაშიც ჩვენ ძლიერები ვარ და ვიცით, რომ ჩვენზე მაგაზე ლაპარაკობს ხალხი, რომ ეს ჩვენ შეგვიძლია ხერხემლის და სახსრების გურნალობა. ერთი შემთხვევა, ტრავმა. დაარტყა მანქანამ, გადმოხდა მეხუთე სართულიდან, კატაზე თუ ლაპარაკობ, ну, ბევრი სხვადასხვა მიზეზი. აქ ჩვენ იდეოლოგიური ფაქტორი, რომელსაც ვეძახით მიზეზის ფაქტორი, მოხდა და მოიხსნა. გადმოხდა მან ტრავმა. ჩვენ ამას რომ მკურნალებთ, ჩვენ შეგვიძლია წყნარად ეს პაციენტი მუდმივად გაუშვათ. არის მეორე პრობლემა, რომელშიც უფრო მე ვარ ჩახედული, იმიტომ რომ რუსეთში ეს იყო ტაქსები, აქ არის ფრანგული ბულდოგი. გენეტიკურად პრობლემა ჩადებული დაბადებიდან. ცუდი ხერხემალი. ეს პრობლემა არის. ჩვენ ვიცით, რომ ფრანგული ბულდოგის ხერხემალი და სახსრები არის ყოველთვის რისკის ზონაში. ამათთან ვიქცევით სხვანაირად. ჩვენ რო გავივლით ამათ სეანსის კურსს და პატრონი მოდის ჩემთან ყოველთვის ანკეტაში წერია ფრაზა: "ჩივილები აღარა აქვს". მაინც ვიბარებთ წელიწადში ორჯერ. იმიტომ რომ ჩვენ ხო გვესმის, რომ ეს ხერხემალი უკეთესი არ გახდა. ჩვენ უბრალოდ დავეხმარეთ, რომ სისხლძარღვების მუშაობა, ნერვების მუშაობა აღდგეს იმ ადგილას, სადაც იყო პრობლემა, მაგრამ გვერდზე მალა ისეთივე ამისი მამიშვილია. ის შემდეგი მალა ისევ ამისი მამიშვილია და ყველა მალას ჩვენ არ მკურნალობდით იმ მომენტში, ჩვენ მკურნალობდით რაღაცა ერთ პრობლემას, ხო? და ვიბარებთ წელიწადში ორჯერ თითო შეხვედრაზე. როდესაც არის მექანიკური დაზიანება, ну აი მოტეხილობა, რაღაცა, ალბათ სანამ ეს არ აღდგება, მანამდე წესით არ უნდა კონდეს რაღაც რა თქმა უნდა, ნახეთ, აქაც ორი გამოსავალია. ჯერ პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ჩემზე ცოტა ლაპარაკობენ, რომ მე უარყოფ და უშუალოდ ეტლებს უარყოფ ოპერაციას, არა. ეგრე არ არის. როცა ძვალი არის დასაფიქსირებელი, მე ყოველთვის მომხრე ვარ, რომ ქირურგმა ჩემთან მოსვლამდე დააფიქსიროს. გააკეთოს ეს ოპერაცია, რაც გასაკეთებელია, იმიტომ რომ ამის მოძრაობა მალაზე, მოტეხილ მალაზე, რა თქმა უნდა, ხელს არ უწყობს პაციენტის გამოჯანმრთელებას. დააფიქსიროს. ყოველთვის ვეძახი ნაკერების მოხსნის შემდეგ. იმიტომ რომ მე მესმის, რომ ეს საქმე უნდა მოთავდეს. და მე უკვე რეაბილიტაციას და რაც დაზიანდა ოპერაციამდე, ან ოპერაციის დროს, იმიტომ რომ ქირურგიც ქირურგია არ არის არატრაუმატიული მეთოდი. რა თქმა უნდა, მაგანაც დაამატა კიდე დაზიანება, როცა ცდილობდა რომ რაღაცა აღადგინოს, ხო? იმიტომ ეს მორჩით, მე ჩემთან მოდით. ეს ერთი. რაც ეხება ეტლს. ბატონო მე ეტლებო. მე არა ვარ თქვენი წინააღმდეგი. უბრალოდ მე ვთვლი რომ სანამ ჩვენ ყველა საშუალებას არ ამოვწურავთ, ეტლი ჩვენ პაციენტს არ სჭირდება. რატო? აგიხსნით. იმდენად ჭკვიანები და ზარმაცები არიან, რომ როცა შენ ეხმარები მაგ ეტლით, მერე სიარული აღარ უნდათ. კომპლექსები მაგათ არ აწუხებთ. საჭმლის პრობლემა მაგათ არ აწუხებთ, იმიტომ რომ და მეტისაც გეტყვით, ზოგი პირიქით მოტივაციას კარგავენ, რა თქმა უნდა, არ სჭირდება. ხელში აყვანილები არიან, ამდენი ხანი ხელში და დაკუნაში კოცნა ცხოვრებაში არ უნახია მაგ ძაღს, რაც ტრამის მიღების მერე. აღარ უნდა ჩამოსვლა ხელიდან. მისმის. გაატარეთ ანალოგია ბავშვთან. მიხვდებით რომ მიმართალია. რამდენად მტკივნეულია და რამდენად იტანენ ამ ემას. იტანენ.
რა თქმა უნდა ასატანია ზოგადად კი არა ისეთი დიკევილი არ არის მომენტია შეცვლა ნემსის არის როგორც ჩხლეტა ყველა ხო რა თქმა უნდა კატებში უფრო ძნელია იმიტომ რომ ხასიათი კატის ცოტა განსხვავდება მაგრამ გეტყვით რომ 10-დან 7-8 კატა ნორმალურად იტანს არის 2-3 კატა რომელსაც ვერ გავუკეთებ ესეთებს ჩვენ უარს ვეუბნებით და ვასწავლით როგორ სხვანაირად უმკურნალოთ იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის უნდა დავწონოთ რომ თუ სტრესი იქნება მეტი ზიანს მოიტანს ვიდრე ჩვენი აკუპუნქტურა ჩვენ მიზანი არ აგვაქვს რომ ყველას აკუპუნქტურა გავუკეთოთ სწორედ გამიგეთ მე არავის არ ვეუბნები მობძანდით და გავაკეთოთ მე ველოდები იმას ვინც მოდის ამ მეთოდისთვის ახლა პირადი მაგალითიდან მინდა ერთი ბოლო შეკითხვა დაგისვათ ჩემი ძაღლი საკმაოდ უკვე ასაკშია უკანა ფეხები აშკარად ვეღარ აქვს ჯანზე ხშირად ვერ იკავებს დეფეკაციას ადგილზევე და რა ვისაც ვკითხე ნუ ეს ესეაო მითხრეს გერმანულ მაგაზია არა ვის არის მეტისია ესეც და მაინტერესებს ესეთი რაღაც ამ შემთხვევაში აქვს თუ არა ამ მეთოდის მიმართვას აზრი, როდესაც მოხუცია უკვე და არა ტრაუმისგან, არამედ ასაკისგან დაემართა ესეთი შესუსტება და მესმის გიპასუხებთ. გადაიტანეთ გენეტიკურში. ერასაც ვლაპარაკობდით. არა ტრაუმის მიზეზი გენეტიკური. ორი მიზეზი აქვს მკურნალობის და ორი საფუძველი აკუპუნქტურის. პირველი ეს ძაღლი უნდა გავატაროთ სიცოცხლის ბოლომდე ისე რომ არ წაიქცეს. იმიტომ რომ ბოლო არის წაქცევა. მაგას გულმა რო უღალატოს ან თირკმელებმა და წავიდეს როგორც ყველა მოხუცი ცხოველი უმეტესი ან ფილტვებით ან თირკმელებით ან გულით ეს არის ნორმალური ძაღლის სიკვდილი. მაგრამ თუ კიდე 9 წელიწადი სანამ ეს ძაღლი წავა იქნება პარალიზებული ეს უკვე დიდი პრობლემაა. რა თქმა უნდა. ეს ერთი მიზეზი. და მეორე უკეთესობა იქნება 100%. ერთი აკუპუნქტურის მოქმედებით სწორი კვება შეიძინეთ დატვირთვა შეიძინეთ და ნორმალური მოციონი შეიძინეთ ერთი სახით ჩვენ აი ეს სამ მიმართულებას შეგვიძლია გავაკეთოთ ნემსის ჩხვრით იმიტომ რომ თქვენი ვარჯიშიც და სწორი კვება მაინც იმოქმედებს იმ ცენტრებზე რომელზეც პირდაპირ მოქმედებ მე გასაგებია ვიდრე დავემშვიდობებით ერთმანეთს მე ყოველთვის ვამ ვინაიდან ვერ ყვევი იმ სფეროებში რომლებიც სტუმრად დავდივარ ყოველთვის ვამ ხოლმე ესეთ ბოლო კითხვათ ვიტოვებ იმას არა კითხვათ არამედ შეთავაზებას თუ რამე უნდა მეკითხა და აი უცოდინარობის გამო არ ვიკითხე რამე დარჩა სათქმელი რაც თქვენ გინდათ რომ თქვა და შეიძლება მე გამომრჩა თუ შეიძლება აგერ ნახეთ რაც გეტყოდით ეხლა რაც სურვილები თქვი თქვენი აუდიტორიიდან რომ მიმართე პატრონს ცხოველების კიდე მინდა გითხრათ ესე ნუ რასოდეს ნუ დაიჯერებთ რომ არსებობს 100%-იანი მეთოდები ყოველთვის იფიქრეთ იმაზე რომელი მეთოდი თქვენთვის უფრო მიზანშეწონილია რომელიც უფრო მიღებულია თქვენთვის იმიტომ რომ ზოგს უნდა რომ რადგან ზურამ გადაარჩინა ის ძაღლი, მე მოვიყვან სულ სხვა პრობლემით ძაღლს და ზურამ უნდა გადაარჩინოს. ეგრე არ არის ხალხმა. ჩვენ აღვართ რაღაცაში ძლიერები, რაღაცაში სუსტები, რაღაცა შეგვიძლია, რაღაცა არ შეგვიძლია, მაგრამ ყველაფერი არ შეუძლია არავის. და მინდა თხოვნით მომმართო აუდიტორიას, რომ ნუ იცით ლაპარაკი ძაღლი მოგვიკლეს ბევრ კლინიკებს. დამიჯერეთ, რომ არც ერთ ექიმს მიზანი და სურვილი პაციენტის მოკლის არ აქვს. რატო გონიათ რომ უფრო დაუძახეთ ვერ გადაარჩინა? ცოდნა არ იყო მესმის. კი ბატონო. ძალა არ იყო მესმის. აბრაზებულ ადამიანს ასეთ რაციონალიზმს ვერ მოთხოვ. მაინც უნდა ვიყოთ ცოტა უნდა ერთმანეთის მიმართ უნდა ვიყოთ სამართლიანები. იმიტომ რომ ჩვენი პროფესია ესეთია. ზოგჯერ მოყავთ პაციენტები რომელიც 5 დღე, 7 დღე ვერ ჭამს, ვერ შარდავს, ვერ გადის კუჩში და რატომღაც გონიათ რომ 5 წუთში მაგის გადაწყვეტაში არ არის ეგრე ხალხმა. მოდით უფრო სამართლიანად უყუროთ ერთმანეთს. მე არ ვამბობ მარტო ვეტერინარიაზე, მე საერთოდ ვამბობ ყველაფერში. დიდი მადლობა ზურა ექიმო, ზურაბ მამედოვთან ვისაუბრეთ, ძალიან საინტერესოდ. მე მგონი რომ დაფიქრდებით ზოგიერთი თქვენგან იმაზე ხომ არ ღირს მოსინჯვა ამ მეთოდის.
კლინიკა ბონამენტეში ვიყავი და მადლობა აი დროის დათმობისთვის. მე ერთ რაღაცას კიდე დავამატებდი, რომ იცოდეთ ისა, რომ თუ ჩვენ შველა არ შეგვიძლია, ჩვენ მაგას ვიტყვით გულახდელად. და არ მოვკიდებთ ხელს და არც თქვენ დროს და საშუალებას არ დავხარჯავ და არც ჩვენსას. არა ვარ იმ ასაკში, რომ ყველა უბრალოდ ხარჯო ჩემი დრო. მე ყოველთვის უკვე მინდა იმაზე დავხარჯო დრო, რომელიც იქნება მარაგიანი და რომელიც მიპასუხებს იგივით. კი ბატონო, დიდი მადლობა. მადლობა მეგობრებო, რომ გვიყურეთ, მადლობა Nutrimax Pets სპონსორობისთვის. მოგიწოდებთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, დაგვიწეროთ კომენტარები, დაალაიქოთ, გაუზიაროთ მეგობრებს. კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ კომენტარებს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ, იმიტომ რომ შემდეგი გადაცემები შესაბამისად მზადდება. აბა, დროებით. თუ ძაღლს მშრალ საკვებს ხშირად უცვლით, აი სამი რამ რაც უნდა იცოდეთ. პირველი, იმისთვის რომ საკვების შეცვლა სტრესული არ იყოს ორგანიზმისთვის, ახალი საკვები ეტაპობრივად შეურიეთ ძველს. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, თუ ზოგ გემრიელად მიირთმევს საკვებს, შეგიძლიათ სრულად ახალ რაციონზე გადასვლა. მეორე, დააკვირდით როგორ ითვისებს ახალ საკვებს ძაღლის ორგანიზმი, როგორია მონელება, ხომ არ უჭირს მარცვლის დაღეჭვა და ასე შემდეგ. მესამე, ყურადღება მიაქციეთ დღიურ ნორმას. საკვები კალორიაში დატანილია ტომრის შეფუთვაზე. თუ ტომრით ყიდულობთ, აუცილებლად გადაამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული დოზირება ძაღლის წონის მიხედვით.